ეს საქმიანობა ალბათ დავიწყეთ 15 წლის უკან. 15 წლის უკან დავიწყეთ და როცა ჩემი შვილი უკვე დაამთავრა და შემდგარი მეღვინე გახდა, მას მერე მოკიდა ხელი. აი ეს ჩვენი 104 წლის მარანი გადააქცია ერთ-ერთ თავის სამუშაო საყვარელ და როგორ რა ვთქვა, იცი, ყოველდღიურ სახლად, რომელიც იმის გარეშე თქვა არ შეუძლია. ჩვენი ოჯახი მეღვინეობას რატომ მოიფიქრა, რომ იმიტომ რომ ჯერ ჩემი შვილმა ისწავლა მეღვინეობა, მე მქონდა ძალიან ბევრი ვენახები და აქედან გამომდინარე თვითონ მიგვეცა რეალიზაცია ამ ყველაფრისთვის. საფერავს, ქის, რქაწითელს, შარდონეს, ხილს. იმიტომ ეს ყველა გვიდგას ჩვენ, არის ძალიან მოთხოვნადი, არის ძალიან გემრიელი და რა ვიცი, ბაზარიც უფრო უკეთესია. გვალვა არ უყვარს ამ ბურძენს, ეტაპობრივად წვიმები, მზე და გადასარევი მოდის ჩვენი ბურძენი. არის მოთხოვნა კი, არის ტურისტები საკმაოდ, მაგრამ აი ამ ახლა ცოტა რაღაცებმა შეაფერხა ომებმა, რა ვიცი, უკრაინამ, ახლა კიდე. თორე კი ძალიან მოწონთ. ჭვაზე არ მოკლედ. არის ფრანგული, არის ძალიან გემრიელი, სუბუქი. რაც სასიამოვნო დასაწყისი. ჯერ შეიყვანა ვაზი და მე კარგი ღვინო გამოვა იქიდან. ახალგაზრდას ვაზი, იმის მოვლა, იმასთან ურთიერთობა, ღვინოც ვერ გამოვა, იცი. ხარისხი უნდა იცოდეს, რომ უძენი როგორი დაწუროს, ეგრე არ არის, რომ პირდაპირაც მოხდება ჩაყაროს და ერთ მარცვალ გაფუჭებულს და იმას დაჩამიჩებულს არ ჩააგდებს ჩემი შვილი, აი ეს ასწაული. ჩვეულებრივ წურავთ. მე ჩვენ ახლა როგორც ვაკეთებთ ხოლმე, დავწურავთ ქვევრებში, ზოგს ამოვიღებთ, მე რაღაც გარკვეული 14-18 თუ 16 დღის მერე ღვინოს უკვე და ზოგს კიდე ტოვებს ქვევრში ჭაჭაზე. ქავა 6 თვე, მე დალუქავს ამას ქვევრს. მე მოხდის თავს და ესე იგი ღვინო ამოდის წკრიალა, სასწაული, თვითონვე დავარგე, გაფილტრული, აი რაღაც სასწაული ღვინო ამოდის. ამას ქვია ქვევრზე გაჩერებული რა, ეს დავარგებული ღვინო, რომელიც ჭაჭაზევია თვითონვე დალუქული და ძირითადად უფრო ტრადიციულ ტიპაში ღვინოებს აკეთებს, მაგრამ ხანდახან აკეთებს აი ევროპულსაც, იმიტომ მოთხოვნა არის ძალიან და ძალიან კარგიც გამოსდის.